როგორც ამობენ, დავლოდეთ და ისტორია მეორდება. საუდის არაბეთმა გადაწყვიტა ნავთობის ბაზრის ჩამოშლა. მკვეთრად შეამცირა შავი ოქროს ფასი, რათა აზიის ბაზარი დაიბრუნოს, სადაც რუსეთი თავხედროდ შევიდა მას შემდეგ, რაც ევროპიდან გააძევეს. სოფლიოს უმსხვილესმა ნავთობის ექსპორტიორმა კომპანია საუდი არამკომ მკვეთრად შეამცირა აგვისტოს ფასები აზიისთვის, რაც მიუთითებს ნავთობისა და გაზის გიგანტის სურვილზე დაიბრუნოს ბაზრის წილი და აღადგინოს მოცულობები ირანის ომის შემდეგ. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი ვერ შეძლებს კონკურენციას საუდელების ფასებთან და იძულებული იქნება კვლავ გაპირდოს ნავთობის ზარალს. და საბოლოოდ იძულებული იქნება შეამციროს თავისი ვაჭრობა აზიის ბაზრის დიდ ნაწილზე. პირველ რიგში ჩინეთსა და ინდოეთში. მაგრამ მინიმუმ საუდელები მათ ძალიან ძლიერად ჩააჩოჩებენ. პარალელურად იუწყებიან, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოპეკიდან ივნისში გასვლის შემდეგ ნავთობის წარმოება თითქმის რეკორდულ დონემდე გაზარდეს და გაჩერებას არ აპირებენ. და ამ სიტუაციაში კრემლს მხოლოდ ირანი შეუძლია გადაარჩინოს. და აი თეირანის რეჟიმი კვლავ დაუბრუნდა ტანკერებზე თავდასხმებს ჰორმუზის სრუტეში. გასულ დღე-ღამის განმავლობაში 3 ტანკები იქნა თავდასხმული. ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და შეიძლება აფეთქდეს, რადგან სავსეა გათხევადებული გაზით კატარიდან. მოგლეთ, მოდით ახლა ეს ყველაფერი განვიხილოთ. ეს ძალიან საინტერესო თემაა, რადგან ფაქტობრივად, როგორც ამბობენ, ახლო აღმოსავლეთი ბრუნდება ბაზარზე. და საუდელები ემირატებთან, ერახთან და ასევე ქუეითთან ერთად შეიძლება ძალიან სერიოზულად შეავიწროონ რუსეთი, ჩინეთში, ინდოეთში და არა მხოლოდ იქ. როგორც მივხვდით, ევროპაში რუსეთი დაბრუნებას ვერ შეძლებს. მთლიანობაში მისთვის სიტუაცია მძიმეა. მოდი განვიხილოთ. მე ალექსეი პეჩი ვარ. ახლა ყველაფერს განვიხილოთ და დეტალურად ავხსნით. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობას გეტყვით. მოკლედ, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო ევროპული ბაზრიდან სამარცხვინო წასვლის შემდეგ რუსეთს შეიძლება აზიის ნავთობის ბაზრიდანაც გადააყენონ. საუდელები ახლა ცდილობენ გადაარჩინონ თავიანთი შემოსავლები, რადგან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სოფლიოში უმსხვილესმა ნავთობის ექსპორტიორმა საუდი არამკომ აგვისტოს ფასები სწორედ აზიისთვის მკვეთრად შეამცირა. რაც როგორც ჩანს მიუთითებს ნავთობისა და გაზის გიგანტის სურვილზე დაიბრუნოს თავის წილი ბაზარზე. თუმცა შესაძლოა ოფიციალური ფასის რეკორდული შემცირებაც კი არ იყოს საკმარისი ამისთვის, რათა კომპანიამ თავის პოზიციები დაიბრუნოს. ახლო აღმოსავლეთის კონკურენტებისა და ასევე აფრიკისა და ამერიკის მომწოდებლების ნედლეული სავარაუდოდ უფრო მიმზიდველი დარჩება. მაგრამ ჩვენ სიტუაციაში ამაში ცუდი არაფერია, რადგან როგორც ხედავთ, ამ სიაში რუსეთი არ არის და ეს შემთხვევითი არ არის. იმიტომ რომ სწორედ რუსეთი სურთ საუდელებს აზიიდან განდევნონ, რადგან მასთან ისინი ვერ კონკურირებენ. თან თრიანობაში მივიღეთ სიტუაცია, როცა საუდელები, ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ნავთობი, ამერიკული ნავთობი და აფრიკული ნავთობი. საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ დაადგინა აგვისტოს ოფიციალური გაყიდვის ფასი თავის მთავარ მარკაზე, Arab Light. ეს ფასი $1.5 მეტია თითო ბარელზე რეგიონალურ ბენჩმარკთან ომან დუბაისთან შედარებით. ივლისთან შედარებით ფასი შემცირდა $1.1. თითო ბარელზე თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება მას შემდეგ, რაც Reutersი ამ სტატისტიკას აწარმოებს 2003 წლიდან, ანუ წარმოიდგინეთ რამდენი წელია. ეს ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირებაა. შედეგად ფასები მინიმუმზე აღმოჩნდა. 2020 წლის ივნისიდან, როდესაც მსოფლიო ბაზარი მასშტაბური მიწოდების ჭარბობითა და მოთხოვნის ვარდნით შეეჯახა, რაც გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნებით, მაგრამ მიმდინარე სიტუაცია ნაწილობრივ სწორედ 2020 წელს მოგვაგონებს. საბაზრო მოლოდინები მკვეთრად გადაინაცვლა პროფიციტის მიმართულებით. მეტწილად იმიტომ, რომ ბაზრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი ფაქტობრივად დასრულებულია. ამიტომ ყველამ დაიწყო თავისი ნავთობის გაბიდო. მაგალითად, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ივნისში ნავთობის წარმოება თითქმის რეკორდულ დონემდე გაზარდეს. 3.8 მილიონი ბარელი დღეში. ეს მათ შეძლეს მას შემდეგ, რაც გავიდნენ ოპეკიდან და ოპეკ პლუსიდან. ნამაც ქვეყანას საშუალება მისცა გათავისუფლებულიყო ამ წარმოების შეზღუდვებისგან. და ისინი საერთოდაც დღეში 5 მილიონი ბარელის დონემდე ასვლას აპირებენ. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოპოვება ივნისში იყო მაქსიმალური 2020 წლის აპრილის შემდეგ. გადააჭარბა იმ დონეებს, რომლებიც ირანის კონფლიქტამდე იყო დაფიქსირებული. თუმცა შემდგომმა მოვლენებმა შეიძლება ეჭქვეშ დააყენოს ეს ვარაუდი,
რომ ბაზარი ნავთობითაა გადავსებული. ვაშინგტონი და თეირანი, როგორც ჩანს, კვლავ შორს არიან საბოლოო შეთანხმებისგან, რომელიც ივნისში მიღწეულ 60 დღიან ზავს დაადასტურებდა. საუდის არაბეთი და სხვა ნავთობის მწარმოებლები ახლო აღმოსავლეთში თავიანთ გათვლებს ამყარებენ, ვარაუდზე, რომ ჰორმუზის სრუტე დარჩება უსაფრთხო. Пролив останется открытым. და გემები შეძლებენ თავისუფლად გაიარონ მასზე, თუნდაც თეირანმა შეინარჩუნოს კონტროლი ამა თუ იმ ფორმით. დაუბრუნდეთ კონკრეტულ საკითხებს, მე 2020 წლის ივნისში ისინი ამას აღიარებენ და ზოგადად ამბობენ, ჩვენთვის მისაღებია, თავარია რომ ყველაფერი ღია იყოს. ასეთ სცენარში ნავთობის მიწოდება საკმარისი იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ხოლო საუდი არაბეთის გადაწყვეტილება ღია იყო. ეს სწორედ აზიისთვისაა, რომელიც მისი გაყიდვების დაახლოებით ნაწილს შეადგენს და სავარაუდოდ წარმოადგენს მცდელობას დაიბრუნოს ბაზრის წილი. აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეთ, რომ ევროპიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა წარმატებით დაიკავა საუდის არაბეთის ტრადიციული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი აზიაში და გახდა ნომერ პირველი მომწოდებელი, როგორც ჩინეთში, ასევე ინდოეთში. და სწორედ იურალსისა და ესპოს ტიპის რუსული ნავთობის ექსპანსიამ, რომელიც სანქციების გამო ფასდაკლებით იყიდება და ასე შემდეგ, აიძულა ერიადი. წასულიყო ფასების რადიკალურ შემცირებაზე. დღეს თავისი პოზიციების დასაცავად. ანუ ეს არ იმალება, არ მალავენ. მოისმინე, იქ რუსებმა ჩვენი ბაზარი დაიკავეს, იქნება დემპინგი, ფასებს დააკლებენ, რათა ისინი იქიდან გააძევონ. ისტორიულად საუდის არაბეთი რუსებთან ლიდერობისთვის ჩინეთის ბაზარზე ეჯიბრებოდა, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში ეს განსხვავება კრიზისად გადაიქცა. 2026 წლის გაზაფხულის თვეების შედეგებით რუსეთი ჩინეთის ნავთობის იმპორტის 20%-ს ინარჩუნებს, ხოლო საუდის არაბეთის წილი ჩინეთში 12%-მდე შემცირდა, ან თითქმის ორჯერ ნაკლებია. ამავე დროს ინდია გახდა მთავარი პლაცდარმი, სადაც რუსეთმა პრაქტიკულად მთლიანად ჩაანაცვლა სპარსეთის ყურის მომწოდებლები, არა მხოლოდ საუდელები. ხოლო ცალკეულ პერიოდებში ინდოეთის იმპორტში რუსული ნავთობის წილი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა და 52%-ს აჯარებდა. მეორე ადგილზე საუდის არაბეთია, მაგრამ ძალიან დიდი ჩამორჩენით რუსეთმა შეძლო და დაიკავა საუდელების ბაზარი, როგორც ჩინეთში, ასევე ინდოეთში. სწორედ იმის გამო, რომ რუსული ნავთობი ურალსი დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდებოდა, აზიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის ყველა სხვა შეთავაზებას ჯობდა. საუდის არაბეთს, რომელიც მაინც ინარჩუნებდა ოფიციალურ ფასებს საკმაოდ მაღალ დონეზე. ოფიციალურად ინდეთმა და ჩინეთმა გადაწყვიტეს, რომ კარგი, შეიძლება ეს სულაც არ იყოს სულეთ კანონიერად, შეიძლება სანქციების ქვეშ იყოს, მაგრამ მაინც უკეთესია რუსული ნავთობის ყიდვა. დამატებით, ვლადიმერ პუტინი იხენებს არალეგალურ ჩრდილოვან ტანკერების ფლოტს, რათა თავიდან აიცილოს ხარჯები, მაგალითად დაზღვევაზე და ასე შემდეგ. და აი მიმდინარე აგრესიული ფასდაკლება ნავთობზე საუდი არამქოსგან აგვისტოში, ეს პირდაპირ მცდელობაა საპასუხო ფასობრივი დარტყმის მიყენების. და უკან დააბრუნოს ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აზიაში, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში სრულად გადააწყეს თავიანთი მომარაგების ჯაჭვები რუსული ნავთობის მარკებზე. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ინდოეთში შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს პირდაპირ განაცხადეს, რომ პრინციპში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე გადაყვანა უკან არც ისე რთული იქნება. ამბობენ, ეს რამდენიმე კვირის საკითხია. იქ ტექნოლოგიური პროცესების გადაყვანაა საჭირო და შემდეგ დაიწყებენ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ყიდვას. ეს ის პერიოდია, როცა ტრამპი ინდოეთს მკაცრი ტარიფებით ემუქრებოდა, თუ ისინი გააგრძელებდნენ რუსეთის ნავთობის ყიდვას. თუმცა შემდეგ ტრამპმა ამ რუსულ ნავთობზე სანქციებიც მოხსნა. კი, ამ მომენტს გამოვტოვებთ, ეხლა მაინც სპარსეთის ყურეზე ვსაუბრობთ. აი პარალელურად ტრამპმა ეხლა მით უმეტეს ისევ დააბრუნა სანქციები რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ. ასე რომ საუდელებს შანსი აქვთ. მართლა, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ ჩინეთს დაუბრუნდეთ. საუდის არაბეთიდან ჩინეთში ნავთობის მიწოდება ივლისში დაგეგმილია იყოს 7500 ბარელი დღეში. მაშინ როცა ივნისში ეს მაჩვენებელი იყო 626000 ბარელი დღეში. ანუ ივნისში დაფიქსირდა მინიმალური დონე 626000 ბარელი დღეში. ანუ ივნისში დაფიქსირდა რუსული ნავთობის მინიმალური მოცულობა, ხოლო ივლისში ისინი უკვე ზრდიან ამ წილს და მათ დაგეგმილი აქვთ, რომ ყოველ თვეში ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. ანუ ამ ეტაპზე ეს ჯერ კიდევ ორჯერ ნაკლებია საშუალო დონესთან შედარებით. 1.5 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში. დაფიქსირებული 3 თვის განმავლობაში კონფლიქტის დაწყებამდე ახლო აღმოსავლეთში. შესყიდვების შემცირება გასაკვირი არ არის. არამკო აქტიურად ცდილობს. Арамко резко повысила тогда. ფასები თითქმის სრული არმუზის სრუტის დახურვის შემდეგ, რამაც დააზარალა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მიწოდება. ეხლა როგორც ხედავთ, საუდის არაბეთი ეტაპობრივად ზრდის მიწოდებას ჩინეთში, რათა ნელ-ნელა იქიდან რუსები განდევნოს.
და როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, პეკინი ტრადიციულად ამცირებს შესყიდვებს ფასების კვეთრის ზრდისას და ზრდის მათ, როცა კოტირებები ეცემა. აგვისტოს ფასების შემცირების მასშტაბმა არამკოს მხრიდან შეიძლება უბიძგოს ჩინეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებს, რომ სწორედ საუდელებისგან სრულად განაახლონ შესყიდვები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საუდის არაბეთს აშკარად ყავს კონკურენტები რუსეთის გარდა. სხვა ახლო აღმოსავლელი წარმოებლების, ანუ ქუეითის, ერაკისა და გაერთიანებული არაბული ემირატების ნავთობი ახლა კიდე უფრო დიდი ფასდაკლებით არის შეთავაზებული. გაერთიანებული არაბული ემირატები, რომლებიც მაისში გამოვიდნენ ოპეკიდან და ოპეკ პლუსიდან, ტრეიდერების თქმით რამდენიმე დოლარიან ფასდაკლებით ყიდიან ნავთობს თითო ბარელზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება არამკოს მიერ აგვისტოს მიწოდებებზე შეთავაზებულ $1.5 დისკონტს. ანუ ემირატები კიდევ უფრო ამცირებენ ფასებს. ეს კი შეიძლება აიძულოს რიადი კიდევ უფრო შეამციროს თავისი ფასები. ანუ იწყება დემპინგის რბოლა იმისთვის, ვინ გაყიდის უფრო მეტ იაფ ნავთობს. მაგრამ ისევ და ისე როგორც მიხვდით, ნებისმიერ შემთხვევაში აქ მხოლოდ რუსეთია წაგებული. ვინ გაიმარჯვებს ამ ახლო აღმოსავლეთის ბრძოლაში, ემირატები, ქუეითი, საუდის არაბეთი მნიშვნელობა არ აქვს. ვინ უფრო მეტად დააკლებს ფასებს და ვინ უფრო მეტ ნავთობს გაკეთის. მნიშვნელობა არ აქვს ვინ. მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი ყველა ერთად რუსეთს აზიის ბაზრიდან აძევებენ. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი სცენარი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰორმუზის სრუტე სრულად და გრძელვადიანად იქნება გახსნილი. და აქ ირანმა სიურპრიზი მოაწყო. ორშაბათს საღამოს ირანის სამხედროებმა მინიმუმ 2 რაკეტა გაუშვეს 2 სავაჭრო გემზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადიოდნენ. შეტევის შესახებ ცნობები გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შეწყვეტის შესახებ ერთკვირიანი შეთანხმების ვადა ამოიწურა. ირანის თავდასხმების განახლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც 3 კვირაზე ნაკლები ხნის წინ იყო ხელმოწერილი. და ახლა ვაშინგტონში ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ აშშ დიდი ალბათობით ირანულ ობიექტებზე დარტყმებით უპასუხებს. მოგვიანებით ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის სამსახურმა განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინება კიდევ ერთი ტანკერისგან, რომელიც სამხრეთისკენ მიემართებოდა ომანის სანაპიროსთან, ჰორმუზის სრუტეში, სადაც ის მოხვდა. ციტატა: უცნობი ჭურვი, რომელმაც ხანძარი გამოიწვია. ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის იუწყებიან, რომ კატარის ტანკერმა, რომლის ბორტზეც თხევადი ბუნებრივი გაზია, მასშტაბური აფეთქების საფრთხის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მას ირანული რაკეტა მოხვდა. ასე რომ მხოლოდ წარმატებას უსურვებთ საუდის არაბეთს და სხვა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მომწოდებლებს რუსეთის აზიიდან კიდევ უფრო გამოძევებაში. ევროპიდან უკვე გააძევეს ისინი, ევროპამ გააგდო ისინი. დროა ამ რუსების აზიიდანაც გავაგდოთ. და თვითონვე აურიონ ეს ცუდი ბენზინი და თვითონვე დარჩენ ამ ბენზინთან. საბედნიეროდ მსოფლიოში საკმარისი ნავთობია, რომ კიდევ ამ რუსულ ნავთობს არ ვეკენებდეთ. აქ სამწეთილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ, დააწექით ზარს და თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით დაეხმაროთ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულევითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას